საქართველოში სომეხთა ეპარქიის კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრ ჰაიარტონში ახლა ჰუმანიტარული დახმარება გროვდება იმ სომხებისთვის, რომლებიც ყარაბაღიდან წამოვიდნენ და თავი სომხეთს შეაფარეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძირითადად ისინი აგროვებენ ტანსაცმელს და ასევე ფულად დახმარებას იმისთვის, რომ შემდეგ გადასცენ მათ პირადად. ისინი ამბობენ, რომ საკვებს არ აგროვებენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ იციან თუ როდის სწავლენ იქ და როდის გადასცემენ ამ ჰუმანიტარულ დახმარებას. საკვები კი არის მალფუჭებადი. ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა მას შემდეგ, რაც მათ 27-28 სექტემბერს გამოაცხადეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების აქცია და ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ აქციას, მოიტანა აქ ტანსაცმელი, ძალიან ბევრი იყო ფულადი გადმორიცხვები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან იმ ქართველების, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ამ აქციას არა მხოლოდ ერთხელ, არამედ მრავალჯერადად განახორციელებენ. დახმარება გადავწყვიტეთ 27-28 სექტემბერს დაახლოებით, როცა ამხელა ნაკადი მთიანი ყარაბაღიდან არცახიდან სომხეთში დაიწყო ამ ხალხმა სომხეთისკენ დაიწყო წამოსვლა. ძალიან დიდი გულის ტკივილით შევხედეთ ამ საკითხს, რადგან 2020-ში იმ დიდი ომის დროსაც, 54-დღიანი ომის დროსაც ძალიან ბევრი ინიციატორი ადამიანი გამოჩნდა, რომლებაც შემოგთავაზეს, რომ აქ შტაბი გაგვეხსნა და დავხმარებოდით, რითაც შესაძლებლობა იყო, რის შესაძლებელიც იყო. დღესდღეობით რასაც ვაკეთებთ ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა და შემოგთავაზა დახმარება. მოგეხსენებათ 2020 წელს, როცა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ყარაბაღის წინააღმდეგ, მაშინ უკვე აქ დაიწყო ჰაიარტონის ცენტრში დაიწყო უკვე მოგროვება დახმარების. მაგ დროსაც უკვე ხალხი ძალიან მაქსიმალურად იყო ჩართული ამ ყველაფერში. ახლა უკვე როცა ეს ტრაგედია მოხდა და უკვე ფაქტიურად მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩა, იძულებულები იყვნენ, წასულიყვნენ, დაეტოვებინათ თავისი სახლები. გადაწყდა ისევ და ისევ მსგავსი ღონისძიების ჩატარება და ისევ და ისევ ჰაიარტონში ეკლესიის წარმომადგენლობის ცენტრში გადაწყდა, რომ დახმარება უნდა შეგროვდეს. ეს უფრო ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან სომხების მიმართ არის სიმბოლური დახმარება, იმიტომ რომ როცა 100,000-ზე მეტი ადამიანია ლტოლვილი და გაჭირვებაშია, რამდენიც არ უნდა შევაგროვოთ აქ, ეგ მაინც ჯერ ერთჯერადიც არ გვეკმოთ ჯერადი იყოს, ანუ მრავალჯერადი უნდა იყოს, მაგრამ მაინც ეგ უფრო ისეა, რომ ხალხი უფრო დავამშვიდოთ და უთხრათ ვაი საქართველოდანაც თქვენს გვერდით ვართ. ეთნიკურმა სომხებმა აზერბაიჯანიდან წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მან სუვერენიტეტი აღიდგინა და კონტროლი დაამყარა ყარაბაღზე. მას შემდეგ ეთნიკურ სომხებს შეეშინდათ, რომ ეთნიკური წმენდა დაიწყებოდა და სწორედ ამიტომ წამოვიდნენ სომხეთში. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა სომხებს ძალიან სჭირდებათ დახმარება, ისინი აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამბობენ, რომ როდესაც სოლიდური თანხა და ტანსაცმელი მოუგროვდებათ, აუცილებლად ჩავლენ ადგილზე და პირადად გადასცემენ მათ ამ ყველაფერს.